უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახათილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მას სამშაბათს დაკრძალავენ. კახათილიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, ის საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა. მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, ასევე წვრთნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. კახათილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა. ნინა მაჩაბელი გვერდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. კახა გამთენისას ჩამოასვენეს, მას დახვდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და უცნობი ადამიანები, რომლებიც პატივს სცემდნენ კახათილიძეს, მის მოღვაწეობას, მის სამსახურს ქვეყნის წინაშე, ბოროტების წინააღმდეგ იბრძოდა ის და აღსანიშნავია, რომ მისი მეგობრები გვიყვებიან, კახამ ზაპოროჟიეს მიმართულებით დაიღუპა, ცნობილია, რომ ქუჩის ბრძოლა იყო, ორი ქუჩა იმ სამხედროებმა, სადაც უკრაინელი და ქართველი სამხედროები ირიცხებოდნენ გაწმინდა. უკან დაბრუნებისას კი მანქანას შეაწყდა კამიკაძე დრონი, სადაც იმყოფებოდა კახათილიძე, კახასთან ერთად კი დაღუპული ასევე უკრაინელი კიდევ ერთი სამხედრო პირი. კახათილიძე 11 წლის განმავლობაში ირიცხებოდა შეიარაღებულ ძალებში, ის 2008 წლის ომში პრეზიდენტის უსაფრთხოებასაც იცავდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კახათილიძე საძახისის სახელით თუში უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ასევე სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა კვლავ დაიწყო ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ, კახა ჩავიდა უკრაინაში, უკრაინელ ოფიცრებს წვრთნიდა, ამის შემდეგ კი გადაწყვეტა მან, რომ წინა ხაზზე წასულიყო და უშუალოდ ფიზიკურად ჩართულიყო ომში რუსების წინააღმდეგ, თუმცა როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ის დაიღუპა და სამშობლოშიც ჩამოასვენეს. მართლა გმირი ვაჟკაცი დავკარგეთ. დიდი მამული შვილი. ყველა მიცის რა, უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ამერიკაში ცხოვრობდა და საკმაოდ წარმატებულად ჰქონდა ყველაფერი დალაგებული კახას. ოჯახიც იყავდა, ორი შვილი. კაი სამსახურიც ჰქონდა, კაი ანაზღაურებით. არა ხალხი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ეს კეთილდღეობა შეიძლება გადადოს კაცმა და თავის სამშობლოს დაუთხოს, თავის სიცოცხლე. მას კახამ სამწუხაროდ წარმატებით შეასრულა. ნათელი მის ხსოვნას. ისეთი თემა არ ადამიანი, რომელიც შეპყრობილი არის პატრიოტიზმის გზნობით, ის ამისთვის მზად არის. კი, მიგაჩნდა სწორად, კი ბატონო, რა თქმა უნდა. იმ ადამიანმა საქართველოს გულზე იომა იქ. და ჩვენი საერთო მტერი იქ ისე თვლიდა, რომ იქ აეჩერებინა მას. ჩვენ ამაზე ხშირად გქონია საუბარი, მე და კახას. ძალიან კარგი ადამიანი იყო, პატრიოტი. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ აღვნიშნა ამჯერადო შეეძლო ძალიან კარგად ეცო. აწყობილი ქონა ამერიკაში ცხოვრება, სახლი ქონა, კარი ქონა, სამსახური ქონა, 10-ჯერ მეტი და 100-ჯერ მეტი შემოსავალი შეეძლო ქონოდა. ის არ იყო იქ ანგარების მიზნით, ის მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს გულზე იბრძოდა იქ. ამჯერად ხალხი ეს უნდა გაიგოს ყველა რა. კახათილიძე იყო გმირი. არ გმირი, იყო არ გმირი. არ იყო დღესასწაული, რომ არ მოელოცა, სულ კითხულობდა, ბოლოს მახსოვს ახალი წელი მომილოცა და თხოვა, რომ მანდ ფრთხილად იყავითო. ესეთი სიტუაცია რომ არის და რომ უთხარი, რომ შენ იყავი ფრთხილად, მან თქო მითხრა, რომ არაო, მე ისეთ საქმეზე ვარ აქო, რომ ფრთხილად კი ვარო, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთო. არც გაჭირვება ქონდა, არც არანაირი იმის პირობა არ ქონდა, რომ რაღაცა სხვა რაღაცის გამო თუ არა მისი შინაგანი რწმენა, რომ იქ უნდა ყოფილიყო, სხვა არანაირი საფუძველი არ ქონდა, რომ იქ წასულიყო. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მან გადაწყვიტა, რომ საქართველოსთვის ებრძოლა უკრაინაში, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის და პირველ რიგში მასაც ესმოდა, როგორც გამოცდილ მებრძოლს, პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგულ თანამებრძოლს, რომ უკრაინაში უკრაინელი ხალხი ებრძვის საქართველოს მტერს და უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება. ამიტომ კახა დაიღუპა უკრაინაში, მაგრამ დაიღუპა საქართველოსთვის, დაიღუპა საქართველოს თავისუფლებისთვის და დიდება გმირებს კახას სახით ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ჩვენს ვაჟკაცს, ყველა იმ ჩვენ გმირს, რომელიც უკრაინის მიწაზე იბრძოდა საქართველოსთვის და დაიღუპა საქართველოსთვის.
კახათილიძის ოჯახის წევრები და მეგობრები გვიყვებიან, რომ კახა უკრაინაში მსახურობდა არა მარტო რუსეთის წინააღმდეგ და ომში მხოლოდ ამიტომ არ იყო, არამედ ისინი ამბობენ და გვიყვებიან, რომ კახა უკრაინაში იბრძოდა, მათ შორის საქართველოს დასაცავად, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი გმირი ვერ ეგუებოდა სამშობლოს ოკუპაციას და ამიტომ ის ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა ქვეყნის დასაცავად. კახა დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს, ამ დროისთვის უკვე დასვენებულია ზემო ფონიჭალში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში. სამშაბათს მას საბურთალოს ერთ-ერთ ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც იმავე დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.